მოგესალმები დადგა 4 შაბათის აღამოს 8:30 მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი ვინც განსასაჭრელად განსაკუთრებით დღეს ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო ის ადამიანები ვინც უცხოეთში მყოფი ხართ ემიგრაციაში რა თქმა უნდა და პატიმრები ბედნიერება და სიხარული უნდა გისურვოთ თქვენ მართლა აი გმირობის ტოლფა საქმეს აკეთებთ ის ადამიანები ვინც ემსახურები და დიდი მადლობა ამისათვის დღეს ყველა მიხვდება ჯარისკაცის მე როცა ვკითხულობ ხოლმე რომ თავარი ჩვენი ჯარისკაცი ყავს მამა დავით ლონდარიძე დაგულოცეთ მამო დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მოვზანდებით ხოლმე ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა მამაო და თქვენიც როგორ აქტიურობთ თქვენ მოსვლით რასა დაკავშირებით საღამოშვიდობის მეთქვა დაგლოცოთ ჩემთვისაც დიდი სიხარულით მოვდივარ ხოლმე ვიცი რა რომ ეს სიტყვა ღვთისა ღვთისგან გაჟღერებული როგორც დღეს ისე 1060 პერიოდით დღეს ნამდვილად ესეა და მეც რადგან მე ესე მითხრა პატრიარქ მაშინ ახლა ღვთელი ხარო და ღვთელი ყოველთვის უნდა გადაგებდეს და სუმახსოვს ხოლმე ეს სიტყვა პურში მესმის ხო მით უმეტეს ამ თქვენ სტუდიაში სადაც მათ უამრავი ხალხი გისმენთ ვისაც ეიმედებით ვისაც უყვარხართ და ამ ცოცხალ სიტყვას ღვთისას თქვენსკენ აქ თვალი მოპყრობილი მართლაც ესეა იმიტომ რომ ნამდვილად ქრისტიანულ ტრიბუნა გახლავთ ძალიან დიდი მადლობა მამაო სხვათა შორის ძალიან ბევრი მეუნება არც მართლა ვერ წარმომიდგენია იმ რაოდენობის სმენელი მყავს და გული აზემწყდება იცით მამაო აქ საუბრობ ხოლმე ადამიანურ პრობლემებზე რომ ის ტკივილი ის აი გამწარება რასაც ეს ცხოვრება გვიმზადებს როგორ დაუძლიოთ აი სუმა კითხვებს ვახოლმე რომ მინდა რომ რაღაცნაირად თქვენი გამოცდილება რაღაცა ადამიანებს რო უამბოთ და შემდგომ მათ გამოადგეთ ეს ყველაფერი და ანუ ბევრი გულნატკენი და ბევრი ისეთი ადამიანია რომელსაც უკვე შეიძლება რესურსიც აღარ ყოფნის უკვე არსებობისა რაღაც აი უკვე ბოლო იმაში არის და თუ შეიძლება ამ ადამიანებს რა შეიძლება უთხრათ ვისაც აი სულიერად არიან ძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მამო მატერიალურმა და ამ ყოფითმა მოიცვა ადამიანის ცხოვრება და ფიზიკურად ბედნიერებას ვეღარ პოვებს. მამო, რაღაცნაირად ვეღარ მოერია იმ ყველაფერს, რაც არის, იმიტომ რომ სულიერება შეჭამა დღევანდელმა ცხოვრებამ ჩვენ ცხოვრებაში და როგორ უნდა გაუძლოთ, მამო, იმ ყოფას, იმიტომ რომ დღითი დღე უარესდება ჩვენი ყოფა ამ ხრივ. ძალიან გლობალური და რთული თემაა. რთული და ყოველდღიური თემაა. ეს ახალ ეკლესიაში აი ართა თქვენ ბრძანეთ ახალი არაფერი არ არის. ეს უბრალოდ ხარისხობრივად ხან იმატებს ხოლმე განსაკუთრებული სიმძაფრით, ხან კლებულობს თორსა სულიერება მატულობს, რა თქმა უნდა, მაშინ წუთისოფლით ხარ კლებულობს. ესეა ეს აი ადამიანები ზოგადად წამოვიდგენ სფერო, ეს ყოფილი სფერო, სადაც ნაწილი რა თქმა უნდა მიწიერია, ნაწილი ხორციელია, თუ ჩვენ გავაძლიერებთ და სულიერ მხარეს მაშინ ვიწროდება ფიზიკური სულიერ მხარე და ასე შემდეგ ეს პროპორციული ფორმაა. ხა დღეს ჩვენ სწორედ ამიტომ დაასვა და დააყენა ეკლესიამ დიდმარხვა განსაკუთრებულ პერიოდად, იმიტომ დაარქვა წმინდა დიდმარხვა, რომ ადამიანმა აი ამ პერიოდში განსაკუთრებული მობილიზაცია უნდა გაუკეთოს საკუთარ თავს სულიერ ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ ძალებს, რათა ფიზიკურ ძალებს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება, ამიტომ არის მარხვა შედარებით გამძაფრებული და ლოცვა გაძლიერებული, იმიტომ რომ აი ამ სულიერმა უნდა იმატოს, რათა შეავიწროს ის მატერიალური საწყისას ადამიანში თავის ანთროპოლოგიურად და დააფიქროს იმ მარადიულობაზე, რაც მხოლოდ სულის ნაწილია და სხვა არაფერი არ არსებობს. წუთისოფლსა და მარადიულ ყოფიერებას, მარადიულობას შორის ყოველთვის იყო ეს ჭიდილი, ყოველთვის იქნება ეს ჭიდილი. არ ახალია და ძალიან ძველია და ხა როგორ გააუძლოს ადამიანს ყველაფერს ამას ხან იმატებს ხან კლებულობს ახლა მადლობა უფას ახლა სუ დრო როგორია აი დრო არის ქვათაშეგროვების და ქვათა დაკრეფისა ადამიანმა სხვა დრო არ არსებობს აი სხვანაირი დრო არ არსებობს აი იმიტომ არ არსებობს ქრისტიანობაში მაგალითად გართობის დრო არის დასვენება და აქტიური შრომა ხო ერთი შრომიდან ჩვენ გადავდივართ მეორე შრომაში ერთი შრომის როცა დაიღლება ინტელექტუალური შრომისგან შემდგომში ფიზიკური შრომის ჩვენ გადახვიდეთ ამით სარგებელს აძლევს საკუთარ თავსაც ესეა ახლა გართობა უკვე ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა და არბის მოტანა არ არის აი დღესაც ახლა ჩვენ შვიდობის პერიოდში ვართ ახლა სულ ამას ვამბობ ხოლმე რომ მადლობა დიდება მადლობა უფას დედა ღვთისმშობელს მადლობა იმ ხელისუფალ წარმომადგენლებს ვინც ამაზე ძალიან მეტი იღვაწა და იშრომა და ჩვენ ახლა შრომაში ვართ შვიდობის პერიოდში ვართ შვიდობის პერიოდი არ ნიშნავს რომ არაფერს და რაღაც ისეთი ეუფორიაში გადავიდეთ ჩვენს გარშემო ძალიან რთული მოვლენები ხდება ადრე შვიდობის პერიოდში ვარ თუ შემშვიდობაში ხარ ეს ქვათაშეგროვების დროა ანუ შრომის ღვაწლის სულიერების დაგროვების რაიც რა პერიოდი გაქვს შენ ამ შრომისათვის ცხოვრება რა დაგჭა ესეთი ქვათაშეგროვების და ქვათა დაკრეფის დრო არსებობს სხვა არის ესეც სხვანა და არ შეიძლება
შეიძლება იყოს. არის თუნდაც აი ეს შემთხვევა რომ სიცოცხლე რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის მზადება სიკვდილისათვის, გარდაცვალებისათვის. მთელი პერიოდი ჩვენი ცხოვრებისა სიცოცხლის არის მზადება გარდაცვალებისათვის. გარდაცვალების შემდეგ იწყება დიდი მარადიული პერიოდი ჩვენი ცხოვრების. ვართ რა ამ პერიოდში გამძაფრდა თუ დაიკლო თუ ამ პერიოდში ქრისტიანობის პრინციპად არაფერი ეცვლება. ჭიდილი, ხორცსა და სულს შორის მარადიული ჭიდილი და იმა გამარჯვება ხდება მაშინ როცა დამთავრდება ეს წუთისოფელი, ან ჩემთვის დამთავრდება ამ წუთისოფლის ყოფიერება და გადავდივარ მარადილობაში. აი, ეხლა როგორ გააუძლოს ადამიანს ყველაფერს ამას? იცით? თქვენ თვითონ ამ თქვენ კითხვაშივე პასუხი რომ თუ ადამიანი აქცენტს აკეთებს მატერიალურზე, არა ნივთიერზე და დიდი მისი დრო, მისი მოღვაწეობის შრომის ასე თქვა ამას ხმარდება თავისთავად შიმშილობს სული თავისთავად აქედან გამომდინარე სულიერი შიმშილი იწევს შემდგომში უიმედობას ამ აფარა ამ ყველაფერ და მე დღება ეს არამადლიერი ხდება ადამიანი უმადური ადამიანი ყველაფერს იმისა რაც აქვს მუდმივად მიტირის წასულ დროს მუდმივად არ მოსწოს დღევანდელი ეშინია მომავლის აი ამ პროცესში ჩართული ადამიანი ის ადამიანია რომელმაც გარკვეულად მოწყდა სულიერ გარემოს მოწყდა სულიერ კვებას უნდა გამოუტაცო ჩვენ აი ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამას სულიერ შრომა ჭირდება მაგრამ აი წინა კვირას ავიღეთ სახარება ნათესავის ბოროტე მემრუში ხოლმე ლოცვითად მარხვი და განერეს როცა უფალი ამას ამოს გეუბნება რომ ეშმაკიდან თავდაცვის საშუალება არის მხოლოდ ლოცვა და მარხვა ანუ სულიერი ღვაწლი სულიერ პროცესი ადამიანმა უნდა გაიაზროს ეს წუთისოფელი როგორც სულიერი პროცესი სულიერი ჭიდილი ახლა არის სიცოცხლე და არის ამის არსებობა ხა სიცოცხლება ეს მან განვასხვაოთ ერთმანეთისგან თუ ჩვენ ფიზიკურში ვარ თლიანად მოცული მაშინ რა თქმა უნდა არსებობაში ვარ და არა ცხოვრებაში ცხოვრება გულისხმობს არსებობასაც არსებობა არ გულისხმობს ცხოვრება მარადიული და მე გროვდება ეს ყველაფერი ჩემში გროვდება ადამიანში გროვდება ადამიანი სივრცეა საფრთხო სივრცეა და როცა მე ჩემს მოღვაწეობაში სულიერს ვაკლებ მაშინ აი ესეთი უიმედობის განცდები შემოდის იცით აი გაუცხოება ადამიანებს შორის ვეღარ ხვდებით რეცეპტ რა არის ჩვენი და იმას თავის მიზანი აქვს იმას თავის მიზანი აქვს აი ეკლესია როგორ ნახე როგორ ალაგებს ყველაფერს ამას მთელი კვირის განმავლობაში პირადი ღვაწლი გაქვს ხო ლოცულობ მარხულობ ასე თქვა იღწვი შენისათვის მაგრამ კვირაში ვიკრიბებით ყველანი ერთად ეს ერთობლივი განცდა ერთობისა ღმერთსიახში საერთო გაერთიანებისა ერთი იდეებისკენ მიმართული ადამიანებისა ერთად ყოფნა აუცილებელია აი ეს ველი უნდა ამ ველში უნდა შეხვიდე მე გამოდიხარ იქიდან და მთელი კვირის განმავლობაში ყოფნის ესა სამწუხაროდ მილევადი ხა ადამიანი ხა და ყველაფერს ხარჯა მე იმდენი არა გაგშენ რომ თვითონ წარმოქმნა რესურსი შენ უნდა მიიღო კლავისა როგორც აკუმულატორი დაიმუხტოს ასე რომ მე შეგედოს რომ შენში წარმოიშვას ეს ნათელი და მიმართულება დაკარგოს პატარა სანთელი რომელიც შენს მიგიწვის იმ კვირის მსახურებისა იმ კვირის წირვისა რომელსაც შენ იყავით ერთობით გაიხარეთ აი ესე უნდა წარმოიდგინოს თერმა საქართველოს თავის თავი თითოეულ ჩვენთაგანმა აი ხა რა არის ერიც კრებითი პიროვნება ხო ჩვენ ერთ საერთო ინდივიდები ვარ და მე ვდგებით პიროვნებები შევდგებით ერთ ფლიანობაში ვიკრებებით ხო აი ესე უნდა წარმოვიდგინოთ რომ ჩემი აქ მოღვაწეობა თქვენი მოღვაწეობა თქვენი მდგომარეობა ჩემი მდგომარეობა ქმნის შემდგომში საერო სიტუაცია ერთი დიდი ველი იქნება ჩემი მდგომარეობა ან ცვლის აუცილებლად ცვლის ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ იმ გარემოს რასაც ჩვენ სამშობლოში ხედავთ ხა დღეს და თუ ჩვენ ხა შევაფასებთ ისაც ხდება ჩვენს გარშემო ხა ჩვენ ქუჩებში ხდება და ასე ჩვენ შიგნით ყველგან ხდება ეს არნიშნავს რომ ძალიან ბევრი აკლია ჩვენს მოღვაწეობაში სულიერი ძალიან ნაკლებად არის და აი ეს შემდგომში ყველაფერს აი ეს იწვევს ყველაფერს ამას უიმედობის განსა ურთიერთუნდობლობას მე რაღაც ეგოიზმს შენი პირადი რაღაცის წინ დაყენება არა და სამშობლო და უფლის სამსახური როგორია ხო როგორ შეიყვარო უფალი ყობით და გულით და გონებით და ძალით და სულით არ შეიძლება ნაკლებად ესაიაო წეული იყო ეს აღსრულებული ღვთის საქმისა უდებებით წარმოედგინეთ ღვთის საქმის აღსრულებელი უდებებით და წეული იყო ესო და ხო და პავლე მოციქული როგორ ამბობს ისე აღასრულეთ, ისე იშრომეთო, როგორც ღვთის საქმისთვის აღსრულებით იშრომეთო. აი ეს ყველაფერი ქართველმა დაივიწყა თითქოს თავის ნაჭოჭი ჩაიკეთა, აღარც სხვისი ტკივილი ადარდებს თითქოს და აღარც სხვისი სიხარული უხარია. იმიტომ რომ რა გვაერთიანებს ჩვენ? ხა წეგან სფერო ვახსენე, წრეა ვიღოთ ახლა ჩვენ თითოეული ამ წერტილები თითოეული ჩვენთაგანი ვართ, ცენტრში უფალია, თუ ჩვენ მივდივართ უფლისგან ერთმანეთსაც უახლოვდებით.
თუ ჩვენ წავალთ უფლიდან ერთმანეთს შორდებით თავისთავად. ამიტომ ჩვენი ქართველობისთვის, მოდი ზოგადად ქრისტიანობისთვის, ჩვენი ქართველობისთვის, რომელმაც 2000 წლიან ქართული საქართველოს საწმუნოება გამოვატარეთ, ჩვენი წინაპართა საოცარი ოფლით, სისხლით, გარჯით, შრომით გამოვატარეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვანაირად ერთობა ვერ შედგება. თუ არა ეკლესიაში, თუ არა საწმუნოების გარშემო და ღვთის სახლში. არა მარტო ზოგადად თეისტი, რომელიც ამს მე ღმერთი მწამს. და ღმერთი წამს, მაგრამ ღვთლისა არ წამს, ეკლესიის არ წამს. ცრუა და ტყუილია, მოტყუებულია, ჩვენ ხო ვიცით ძალიან. თუ შენ არ გიყვარს ღვთის სიყვარულის პირველი გამოვლინება, რომ გიყვარს ეკლესია და გიყვარს მღვდელი ეკლესიაში, რომელიც უნდა ხო ცოდველი კაცია, ხო, ეს პროცესი უნდა აღდგეს ისევე დობისა და სიხარულისა, ხო? რაღაცა დრომ მოიტან, რაღაცა მტერმაც შევგამთქვია, რაღაცა ჩვენ თუნდაც დავაკეთეთ რაღაცას, მივიღეთ მოცებულობა, მაგრამ არ შეიძლება აი ამ დღევანდელობით შეფასდეს მთელი მარადიული პროცესი, ხო? ეს ხო დროშია. დღეს ესეა, დღეს მე ესეთი ვარ, ხვალე მოვა თაობა, რომელიც ძალიან კარგი იქნება და ეს შეცვლის ყველაფერს ამას და შენ მარადიულ რაც უცვალებელი ის უნდა გახსოვდეთ. რა არის უცვალებელი? უფალია უცვალებელი, წმენაა ჩვენ უცვალებელი ეკლესია, რომელიც მარადიულობისა და ცოცხალი შემნახველი ჭეშმარიტებისა. აი ქართველი რომელიც აი ამ წიაღში გიეს და არის, მას დამიჯერეთ ვაკლდეს კიდევაც მრავალი მატერიალური. რომ შევიწროებული წი იყო და არ იყიდება შევიწროებული, ხო? დღეს ერთ-ერთი მე უკვე მოვიდა მგონი ჟამი იმისა, რომ დევნა, ასე თქვათ, შევიწროება, ახლა მე არ ვიცი დამნაშავეები, ვინც იდევნებიან და დიურგდა დამნაშავეს ეკლესიის წინ. არა, ადამიანი რომელიც თითქოს არაფერს არ აშევებს, არაფერი გაუფუჭები, მაგრამ მუდმივად შევიწროებას, აი ეს არის წუთისოფლის მხრიდან შენი დევნა. ხო. და რა არის ეს? წუთისოფელი რა არის? რითი ტყუდება ადამიანი? აი ესე აქვს ნათქვამი წმინდა მამას პავლე მოციქულს სიამენი გულისხმაი თვალთაი და გულისხმაი ხორცთაი და სიამენი ამის სოფლისანი. ეს იყო ეს წუთისოფელია, მუდმივად ესე იყო ადამი და მოყოლებული და ესე იქნება ბოლომდე გამძაბდა პროცესი მე ვხედავ აშკარად გამძაბდა რა თქმა უნდა რომ ადარებდა წინასწარ ხო იყო ხოლმე ყოველთვის ფიზიკური დევნაც იყო ყველანაირიც იყო ეხლა შეიცვალა დევნის ფორმა ეხლა ნახეთ როგორი მოდგომარეობა ის ადრე თუ მაგალითად ფიზიკურად დევნიდან ადამიანს ეს პროცესი ფიზიკური დევნისა გმირებს მობილიზაციულს ხდის და ეხლა როგორ ეცე მე ისე ვიტყოდი პროფანაცია შემოიტანეს აი ნახეთ ქრისტიანი კი ხარ მაგრამ არც სათანოს ეხლა ზაფხული მოვა და აი შიშვლები წამო ქრისტიანობის მე ტაძარში მოვლენ და შემოსილები არიან მე იმ დღეს მივდივარ სადღაც უნდა ვაკუთხო რაღაცა და აგერუდეს კაცო სახარება ბიბლია ჩარეგებოდა იქ ვეუდეს ფაგავად გიტა მე ვonder რა თქინდა ეს კაცო რა არის სადეს სახარება და ბიბლია სადეს საშინელი წიგნი გადავიდა დაწვი გადავაგდე მოაშორე ვეუბნე იყოს ამბობს რა მოხდა ეხლა ეს ლიტერატურა ნაწარმოები აი ესეთი ცნობიერება შემოდის ეხლა ხო აგერ არის ტაძრები და გვერდზე ხავ საპატრიარქოს მაგას ვიძახი ინ შანგრილას იქ რაღაც აქეთ რაღაც კიდე მეორე საერო დაწესებულება და აი ესეთი ამას შეეჩვია ადამიანი თავისთავად აგერ არის ქრისტიანია და მეუნება რაღაცა ღორის წელია ვიღაცის რაღაც წვანე დრაკონი თუ წითელი დრაკონიც არ შეიძლება ესეთი აღრება ეს იმდენად ასუსტებს ქრისტიანობას როცა მოვა ძაფრი დრო არჩევნისა მერე უკვე აღარ გიყოფა შენ იმის სიბძნე რომ გაარჩიო სად არის ცუდი სად არის ვოროტება დღეს ახლა ჩვენ ქუჩებში ხედავთ რომ ადამიანები რომელიც ეკლესიის წევრებიც არიან ამავე დროს აი სოლიდარობაში არიან ამ ლიბერალურ იდეოლოგიასთანაც ამ ცრუ თავისუფლებასთანაც და აი მას ხარდაჭერილი აღმოჩნდა ეს იდეოლოგია აი ესეთი სათუო თუ ნახევრად თუ სუსტი ქრისტიანობისაგან მე მოდი ვთქვა მე ესე ვიტყვი სუსტი ქრისტიანობისაგან რომელმაც აი 8 წლით ვერ განამტკიცეს თავისი რკინა ძალიან რბილია ოქროზე რბილია თუ ის შემდგომში შეცხში არ ჩადე და მე წყალში არ ჩადე ანუ არ გამოაწყვეტე აი ესე უნდა იწვრთოდეს ადამიანს საკუთარ თავს და ესე მტკიცდება ეკლესია იმიტომ რომ მე კიდე ვიტყვი ერთი დიდი ქრისტიანის სერბი პატრიარქის პავლეს სიტყვებს რომ ახლა ჩვენ თავისუფლებას ლაპარაკობთ ხოლმე და საოცარი სიტყვები აქვს ქრისტიანობისათვის რომლითაც თავისუფლება უმაღლესი კრიტერიუმია იცავს არა იურიდიული აქტი არამედ თავგანწირვა აი ვერანად ვერ დაიცავს შენ ვერაფერს სადაც თავგანწირვა არა გაქვს იქ არაფერი დაცვა შეუძლებელი იქნება შენ თავში ვერ დაიცავ ქრისტიანობა და შენი მარადულ ცხოვრებას ვეღარ დაიცავ აგიყოლებს ეს წოდისოფელი იქ მუდმივი კომპრომისები მუდმივი ცოდვა
იქნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად ადამიანი აქეთ არის მიდრეკილი, წოდისკენ მიდრეკილია, სხვანაირად არ გამოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა როგორც ივანე სინელი ამბობს, ჩვენ იმიტომ კი არ ვიზები დაუშვათ, რომ სასწაულებს არ ვაკეთებდით. აი ამ ცოდვებს ვარ ვინანიებდით. აი ეს და ცოდვა რომ მოინანო, ჯერ უნდა დაინახო ამის და არსად ვერ ხდება მისი დანახვა, თუ არა ეკლესიაში. ეკლესია მუდმივად ამას გეუბნება, რომ ნახეთ ცოდვა. ეს გეუბნება, ეს წოდისობის ლიბერალური რაც გეუბნება, რომ რა საჭიროა ამდენი, შენ ადამიანი ხარ, შენ უცხო არაფერი არ არის. მოდი ხა შენ წოდისოფელი მოკლია და მოდი რაც შეიძლება რაკო მიეცი ხო სიამონება საკუთარ თავს. და ეს აი არ ეკლესია გეუბნება, რომ არა, ეს არ არის, ეს ყოფიერებისა, ეს არსებობის ფორმა და დროებითია. შენ ეს დრო გამოიყენე იმისთვის, რომ მარადიულობა შეეძინო. იმიტომ რომ შემდგომში ქრისტიანი საუნჯეს აგროვებს ან ქრისტესთან ან განაბნევს, ხო? და სადაც არის შემდგომში საუნჯერი, იქ არის გონება და სული და შენი პიროვნებაც იქ იქნება. თუ ჩვენ მიწეს ვაგროვებთ ხწნაც, ჩვენი შემდგომში გარდაცვალებისა იქ მიდის სხვა ადამიანის შინაგანი პიროვნება. თუ ჩვენ მოვაგროვებთ სულიერს, მარადიულ ცხოვრებაში გადავდივართ. ეს არ შეცვლილა. ადამიანი ირჩევს თავის ფილოსოფიას, ამ შემთხვევაში ქრისტიანულ ფილოსოფიას, მე მწამს და მჯერა ამბობს ამას, მიდივარ აქეთკენ. უყურებს ეკლესიას. ადამიანი რომელიც თავის თავს მარადიულ გადარჩენაში უნდა არა წამს ეკლესიის. ყველა უამრავი ხარვეზებისა თუ რაღაცებისა თუ ჭორებისა თუ გამოგონებებისა თუ სიმართლებისა სწამს და სჯერა ამისი. ხა სარწმუნოება ერთია, რომელიც სისტემაა, ხო? თეოლოგიური სისტემა და მეორე არის წმენა. წმენა ხარისხია იმისა, როგორ გწამ შენ ამის. ხო, უნდა გწამდეს რა. უნდა გწამდეს იმისა, რა სისტემა შენ აიღე და ეს აქ არის ეკლესია, აქ არის იერარქია, რომლის გარეშეც არ არსებობს ეკლესია თავისთავად და თუ მე ჩემ ქართული ხალხის ჯერა მე ვაიგივებ ჩემ თავს ამ ჩემ ხალხთან და ნაკლოვანებას სისტემის ყველაფერს ხედავ აქ აი და ძალიან მომწონს მომთქვერას ეხლა ზუსტად ეგ კითხვა უნდა დამესვა თუ აი ეს ნაკლოვანებები გატყუებს როგორ უნდა ამას აჯობო მამო იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა რომ აი მაგალითად მე შეიძლება გავნაწყენდი ვიღაცაზე და საქმე მართალია და აი ამ პატარა წყენამ შეიძლება ამ ადამიანის სადმი წყენამ ეს საქმე გამაფუჭებინოს. აი ჩვენ როგორ დავდგეთ იმაზე მაღლა, ხო? აი წარმოიდგინეთ ხა ადამიანები არიან რომ აი თქვენ რომ მაგალითად თქვენზე ნაწყენი ვარ, თქვენ თუ გინდა დაიღუპეთ, ოღონდ საქმე გაფუჭდეს და ყველაფერი, ოღონდ მე აი ჩემი ეგოიზმით გული მოვიფხანო. აი ამ შემთხვევაში ეკლესიიდანაც ბევრი წასულა, მაგალითად, იმიტომ რომ სიტყვაზე ვიღაცა სიტყვაზე არ მოწონებია ის და აი ჩვენ საერთოდ რა საქმეს უნდა ვემსახუროთ ანუ მე რო ეკლესიაში მოვდივარ არის ის მომენტი რომ სიტყვაზე ვიღაცა არ მომეწონა და წავიდე ან რისთვის მოვედი ან რა უნდა დავინახო იქ მამო მე ვარ საერთოდ საზომ კი მესმის იმ ადამიანებისაც მაგრამ როგორ არ მოგვერიოს ეს მამო მიხდით თორე რო გერევა ვიცი იმ წამს გაბრაზებს ვიღაცა და თქვენ თქმის არ იყოს ერთიანში იზომება და არა იმ ორი წუთით ხო იმ წამს გაგაბრაზებს ბოროტი მოუშვებს ყველა შეიძლება მოძღვარი დაგიპირისპიროს შეიძლება რა ვიცი ყველა დაგიპირისპიროს აბსოლუტურად რა ეს რაც თქვენ ამოდეთ შეიძლება ობიექტური რეალობიდან გამომდინარე და ხდება დაუშვათ ეს რა ხედავ პროცესია მოგიყვება შეხვალ მიდგომარეობაში დიახ მამა გარდა ამისა დამიჯერეთ არსებობს მაგ ძალიან კარგად შეუძლია სცენარები დადგას შეიმუშაოს და დაგანახოს რაღაცა ისეთი ემოციურად განგაწყოს რაღაც რომელიც რეალურად სულ სხვა რაღაც სურათია გარეთ და შენ ისე შეაფასო ეს სურათი ან არასწორად შეაფასო სურათი ამიტომ რასაც ეხლა თქვენ დასვით ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ალბათ იმიტომ რომ ადამიანის ეგო წამოვიდა წინ ჩემი თავი წამოვიდა წინ წამოსწი ადამიანმა საკუთარი თავი ეს ზოგადად ეს დღევანდელი მსოფლიო ფილოსოფიის თემა არ ვიცი კიდე იგივე ლიბერალურს იმდენ რამეს ლაბა ამ ლიბერალურ თემა იმიტომ რომ მან ამ სამყარო ცენტრში დააყენა არა ღმერთი არამედ ადამიანი შესაბამისად თუ სამყარო ცენტრში ადამიანი დგას მისი ეგო განუსაზღვრად იზრდება და თან გეუბნება იმას რომ შენ ცოტა ხანია შენი ცხოვრება ეხლა დაიბადე მოდი ყველაფერით ისიამოვნე არავის დღესაც აი რამოდენიმე შემთხვევა მქონდა ფსიქოლოგთან წავიდა ადამიანები მრევლის წევრები რომელიც მოვიდნენ იქიდან სწორედ იმითი დატვირთული და დამუხტული რომ შენ არავის არ დაუხარო თავი არ ბუდიში არავის არ მოუხადო შენ პიროვნება ხარ შენი გაიტანე ყოველთვის ყოველი მართალი ეს პირობითი თემებია და არ გინდა შენ რეპროდუქცია აი ესე ასწავლიან ეხლა ისე მამო აპატი ძალიან დიდი ბუდიში და
დღეს ყველაზე დიდი თავის ტკივილია ეგ ფსიქოლოგები რო იცოდეთ, მაგრამ წინ ძალიან დიდი ნაღმია, რომელიც მალე აფეთქდება. ეს ვითომ პატარა გოლებს რო დებენ ხოლმე, ბოდიში ხდით. დიახ. პატარა გოლებს რო დებენ რაღაცა სასიამოვნო აი ეს არის ყველაზე დიდი მტერი ჩვენი რო იცოდეთ რა, ეს არის აი ძალიან დიდი ტყუილი და ტროას ცხენი, რომელიც როდესღაც აუცილებლად აფეთქდება რა. ეს მაპატიეთ ახლა ჩემი ვერსიას, იმიტომ ძალიან ბევრი ესეთაესე დააზიანებს. ყველაზე რთულია, ყველაზე საშიში არის ნახევარტყუილი. როცა მეუბნებია რომ ვიყავი ამასთან რა ქვია, მკითხავთ ან სადღაც ამ ლოცველთან, სადღაც ვიღაცასთან და იცით მამა იქ ხატები ქონდა. აი სწორედ ეს არის ნახევარტყუილი, რომელიც ამ ხატებით გიტყუებს შენ როცა და შენთან ავტორიტეტის იქნის, რომ მე შემდგომში სადღაც გადაგიყვანოს. ეხლა მე არ მინდა რომ ეხლა ნუ მეცნიერებად ითვლება დღეს მათ თუ იმათა გითხრათ მე თვითონ სამი გამონაკლისია ვინ ჩვენთან ეკლესიის აქტიური წევრია სახლებს არ დაგვარებს არ ვიტყვი აქ მოძღვარია ქალბატონები არიან ვინც ეკლესიად მუშაობენ გარდა იმათ მე ვერ ვენდობ იმიტომ რომ მე ისეთი რაღაცა მოვიდა ჩემამდე იქიდან ნასწავლი და ესეთი რომ ეკლესიასთან და სარწმუნოებასთან არანაირი ცოცხალი კავშირი არ აქვს ეს არის წმინდა ეგოისტური თეორია დემონთან აქვს აბსოლუტურად აი თუ ისე მოიქცევი როგორც იქ დარიგებით, ნამდვილად აცდები ქრისტიანულ გზას და თუ გზას აცდები სადღაც იზრდა ჩვენ კარგად ვიცით. ხო, ამიტომ მე დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს ეკლესიასთან. თუ შენ მუდმივი ჭრილი მიდის შენ ეგოსა და საფრთხო შორის. უფალი ამიტომ ამბობს. ახლა კვირას იქნება კიდე მეხუთე კვირაში იქნება სახარება ხოლმე როცა უნებია რომ მოციქულები უნებია ერთი მარჯვენა დავждე მეორე მარცხენა რას ეუნება უფალი რომ საოცარ რაღაც ეუნება რომ ესე ამას წარმართები და კებსახურები აკეთებენ. ქრისტიანობაში სხვანაირად უნდა იყო თუ შეგინდა იყო პირველი და შენ იყო დიდი უნდა ყველას მსახური უნდა იყო ყველას უნდა გასცემდე ყველას უნდა გასცემდე აი ეს არის ქრისტიანობა როცა როგორ მოკლა ჩვენი ეგო როგორ უნდა დავამართოთ ჩვენში ეგო აი ქრისტეს სწავლებით იმისა რომ რა არის ქრისტიანობა ქრისტიანობა არის სხვისთვის ცხოვრება ქრისტიანობა არის თავგანწირვა სხვისთვის აი ხოლო დაკედან და შენახარ მსახური სხვის და არ კი არის მსახური არამედ შენ ემსახურებად. აი ამ სიმაღლიდან, მხოლოდ ამ სიმაღლიდან შეიძლება დამარცხდეს ის ეგო ადამიანი, რომელიც ყველაშია აბსოლუტურად და არ მახსოვს მე წუთი რამე გამეკეთებინოს, რომ არ დამჭირვებოდეს ჩემი ეგოს გაფიქრება და გადალაგება ისე რომ ხო, მე რო უკვე მოდის ეს ყველაფერი, მას საიდან იღებს ამას? მხოლოდ და მხოლოდ სახარების სწავლებით, რომელიც ცოცხალი სიტყვით იქადაგება ეკლესიებში და ამ ქადაგების ეშინია სწორედ ამ სიტყვის ეშინია სწორედ დემონებს. დანარჩენი მიგიშვებენ ვინც არ უნდა რამდენ საათობით ილაპარაკებს ფსიქოლოგი, უღონ თავარია შენ იქ ქრისტეს სიტყვა არ გაიგოს. აგერ სახში ზის და სახში კითხულობს ან სახში არა, იქ უნდა მოხვდეს, სადაც სანადაც საფრთხოველია და იმ ველში უნდა გაიარო და ის აი როგორც დაუწველი მაყვალებით უნდა გახდე, ცეცხლმა უნდა დაწვას ის რაც დაიწვება და რაც მარადიული იქნება შენში, მარადიული უნდა გადარჩეს. დიახ და მამაო თან სხვათა შორის მე რას დავაკვირდი, იცი რომ აი ამ ფსიქოლოგიურ მიდგომებს საერთოდ ადამიანში კარგავს სიყვარულს. ფსიქოლოგიური მიდგომა. აი, როგორი რაღაცა, იცით, აი, ადამიანებს მაგალითად აქვს თავის ჩვევები, რომელიც უნდა გამოხატონ რა. აი, მაგალითად, ემოცია, რომ მამა დავითი მოვიდა და მე უნდა გამიხარდეს ან რაღაცა. ეს ფსიქოლოგი გეუბნება, რომ მამა დავითი რომ მოვა, შენ ესე დახვდი, ისე დახვდი და შენ სინახდეს კარგა. არ შეიძლება ის რაღაცა, ანუ აი, მშობელსაც ასწავლიან ხოლმე შვილთან ურთიერთობა რაღაცა და ეს არის დამღუპველი. მე, იმიტომ რომ შენ ისთვისაც გაჩნდი, რომ თუნდაც შეიძლება შეგეშალოს და სიტყვაზე იყო ნაღდი ამ ყველაფერს მამაო გაკარგინებენ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. იმიტომ რომ იმ შეშლაში შენ შეიძლება შენი თავი იპოვო, იქ რაღაცა სხვა შეცდომიდან გახვიდე, იქ რაღაცა გამოასწრო რაღაცა და სხვანაირად გაიზარდო. აი თუ შეიძლება მამაო, აი ამასთან დაკავშირებით, აი როგორ უნდა მოვიქცეთ, აი ჩვენი სინახდე, როგორ უნდა გამოვაჩინოთ, იმიტომ რომ ბევრის მესმის მამაო, თქვენ რომ ამბობთ ხოლმე, რომ აი წეღანაც თქვით, რომ აი ვიღაცა ადამიანი ეკლესიაში რაღაცა გულით მივიდა, ვიღაცა შეიძლება ისე ვერ მოიქცენ, ვიღაცა სამსახურში ვერ მოიქცენ ისე. მესმის ადამიანს ცუდად არ უნდა მოიქცე და ყველაზე ცუდია, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ ერთი ექიმი თუ არ გამოგვადგა, მეორე ექიმი, მესამე ექიმი, იმიტომ ჩვენ ვართ სამკურნალონი და სხვაგან ვერ გვიმკურნალებენ ფიზიკურად. თორე აი ნეტა იყო სხვაგან სამკურნალო, ერთადერთი ჭეშმარიტი და ერთადერთი მართალი რაც არის ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია და აუცილებლად სხვა ეკლესია სხვა მოძღვა აი რაღაცა უნდა ეძებო ვიცი რომ ყველა როგორ იქნება მამაო თავის მოწოდების სიმაღლეზე 12 კაცში ერთი იუდა იყო ხო ფიზიკურად ვერ იქნება ხო თუ შეიძლება მამაო იქნებიან ესენი აუცილებლად სანამ შენ გაღიზიანებს 10 მაგათ შეგხვდებიან მამაო როგორია ხო აი თუ ეძებ ცუდ ხდეს ყველა მღდელი ცუდი ხდება და თუ ეძებ კარგს ყველა კარგი აი ესეა ჩვენზე არის ძირითადად დამოკიდებული დიახ
ეხლა მე მგონია მაინც როცა შენ ირჩევ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი რომ იმის იქით ხსნა არ არის თუ შენ ამას ეძებ მართლაც ესე იქნება ემსგავს მე პუდკას რომელიც ყვავილზე გადაფრინდება ყვავილდა ამ ნექტარს და თვითონაც ახარებს და სასეკეთო საქმესაც აკეთებს იმტვერება და ეს ყველაფერს თუ ეხლა თუ შენ მაინც არ გჯერა ამისი მაშინ რა თქმა უნდა ეშმაკი ისე მოგიწყობს სცენარს რომ ერთი ცუდი და მეორე ცუდი და რო ივლი და მე ვიყავი და არაფერი მესიკეთე იქ არ ვნახე სახში ვერ გაპოვნინეს მაგრამ შეუძლია ისე სახში ვერ ნახო შენ თავში ჩაიხედე და რამდენჯერ შეიძლება ადამიანური თვალე დაინახო საკუთარ თავი რომ მართლა შეიძლება პატივი არცე საკუთარ თავს იმდენ რამე შეიძლება დღის განმავლობაში შეგეშალოს არა ფიქრის მიერი იქნება და გამოვლენებითი მიერი იქნება ამიტომ მე კიდევ ამბობ რომ არა როგორც ღდელი დაუშვათ არამედ ადამიანი რომელიც მივედი ქრისტიანობაში როგორც ერთი რიგითი და ხო და უფალმა ესე ინება რომ შემდგომში ახლა მე ჩემი პატარა მრევლის სულე ლიდერი ვარ და ამას ვეუბნები ხომ ამას ვასწავლით ჩემს სულე მრევლსთან ჩვენ ერთად ხელი ჩაკიდებული მივდივართ ქრისტესთან ხო მოდი ხარ შენ ჩემთან იმიტომ რომ ეს მე მომეცა მისტიკური სახით მომეცა მოგდეს კი არ ვისწავლე სადმე ეს სწავლა რა თქმა უნდა ეს კიდე ერთი თემა განათლების მიღება სასულე განათლებისა მაგრამ ეძება საიდუმლო სახით ეძება მოგდეს რომელიც არის მოწოდებული რომ იყოს სულიერ ლიდერი წინამძღოლი რჩევები მოგცე შენ და კიდევ ერთად იაროთ ქრისტესკენ სწავლება ერთია სული ცხონებისა ეს ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნება და ეს არის ეკლესიაში სხვაგან ამის სწავლება არსად არ არის თუ ადამიანს სულის გადარჩენა უნდა ეკლესიის იქით ნუეძებს ამას არა მრავალი სახარება დაიწერა მათ შორის ავიცი ფემინისტური და ესეთის და ასეთის და ყველა ეს გარდა ქრისტეს სახარებისა განა ჩვენთან კანონიკური თხთავისა დანარჩენი ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან საცურია და მაცურია ამიტომ როგორც არ უნდა შეხვდეთ წინააღმდეგობა და წინაღობა რომ ვინც არ უნდა გიშლდეთ ხელს ეკლესიაში მისვლისათვის ეს შენი შინაგანის რო იყოს იცოდეთ რომ ის შენი მტერია რომ შენში ზის და ეშმაკი რომელიც შენ გაბკოლებს უნდა გადაილახოს ეს გადაილახოს ძალის ხმებით გადაილახოს იმიტომ რომ ივანე ამბობს რომ სასუფევეცა და იძულების რომელი იძულოს იმან დაიფყრა სხვანაირი გზა სული ცხონებისა არ არსებობს იყო გზა ღვთის მიერ ჩენილი ედემის ბაღში ის გზა ადამა დაკარგა იმიტომ რომ არ დაუჯერა ამას და თავისი რაღაც მოინდომა ეკეთებინა და მას მერე სხვა გზა აღარ არსებობს გზა და აი იძულებითი ფორმისა და ეს არის კიდევ ვიძახე რომელიც კონკრეტულად სინანული ეკლესიაში საიდუმლოებში მონაწილეობა რწმენა ჩვენი სარწმუნოებისა და რწმენა ჩვენი ეკლესიისა სხვა არაფერი არსებობს დანარჩენს ყველა დააბნებს როგორც უნდა ეძებოს ადამიანს სხვა გზები დავით მეფსალმე გამახსენდა განილიეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა რომ რამდენიც არ უნდა იყლიო განილევი ამ ძიებაში და ვერაფერს ვერ იპოვი და ეს უნდა ეშმაკსაც ლაბირინთებში გატარებს ერთი იქიდან მეორეზე მესამეზე და 1000 ცუდ დაგანახებს ამ კარგზე თვალებს აგაფარებინებს რა დაინახო კარგი და დამთავრდება ცხოვრებას და მე წავდგები ღვთის წინაშე და უკან მოიხედავ და დაკარგული წლების გარდა არაფერი არ არის ამის შიში უნდა კონდეს ამის ეს არ უნდა დაკარგო ეს ყველაფერი წეღვამო დრო მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ შევაგროვოთ და ეს მოვიზიდოთ ეს სულიერება მოვაგროვოთ ეს სულიერი განძი რომ მე როცა იქ მივად უმფალე ამობს როგორცაც განახავ ისე შეგაფასებ და ჩვენში იყოს როგორც კიდობანში თუ სკივში სულიერი განძი ჩალაგებული და დალაგებული და არა 1000 აუგი და ჭუჭყის 1000 რაღაცებში ჩალაგებული მით ჩვენ სულს ხოლმე დაზიანებს ვინ ვიყო ადამიანი რომელიც ამას აკეთებს ის ადამიანი რომელმაც გაიაზრა თავისი თავდაბლობით შეიძლება ადამიანს გააკეთოს ამ პარტავანი ქედმაღლიანი ამას ვერ აკეთებს ხო იმიტომ მუდმივად ეძებს ის თავის წარმოჩენის და როცა თავის წარმოჩენის მაინც ვერაფერს ვერ ხედავს იმიტომ რომ მე იბერმავებს თვალებს და სხვის ცუდს ხედავს ამით უნდა რომ რამე უპირატესობა მოიპოვოს სხვის მიმართ ადამიანი რომელიც თავდაბალია ის ხედავს თავის სისუსტეებს, თავის დაცემულობასაც და მე იმასთან სოლიდარულია. იმასთან არის, იგივეს ხედავს იმაში და მე მისის და უყვარს. იმიტომ რომ ეს მასშიც ხედავს ამას და იმაშიც უყვარს და მე ხელს უწვდის ურთიერთდახმარებისათვის. ესია ჩვენი სარწმუნოება, რასამონებო ფალი, ურთიერთ და სიმძიმე მიიტვირთეთ, ესე აღაზრდილი ქრისტესი. აქციული ხედა მოკიდო და ააყენო, უნდა აპატიო, მიუტევო, უთხრა რამე ხო, ეხლა დღეს პირიქით და წაიცა არ უნდათ ესეთი სოლიდარობა, ტკივილი სოლიდარობა, სიხარულშიც
კი აღარ არის სოლიდარობები დამიჯერეთ. ხო. ახლა ჩვენი ისე აქ მარტო ეკლესიაშია მამა. მარტო ეკლესიაში. ეკლესია მე უკვე აღარ ვამბობ, ახლა აღარ მიყვას ხომ ის კათოლიკე, არა, ეკლესია არის მარტო მართლ ეკლესია. მე ვნახე, ახლა მომიწია ბოლო წლებში ბევრ ქვეყანაში სიარული და აი გაგიკვირდება და გაგიხარდება. სხვანაირი სახით არიან და შეგხვდებიან მართლმადიდებლ ეკლესიებში მრევლი. დაგინახავს ხელებს დაგიკოცნის. საოცარი და როგორი რაღაცნაირად სიცივია შედიხარ ეკლესიებში ცარელად დგას ეს მერხები ორღანი უკრავს 2-3 კაცი ჩამომჯდარი და აი ესეთი სახე მიიღო ამას სამწუხაროდ ესეთი რაღაცებია სხვანაირი სითბოს მართლმადიდებლ ქრისტიანს სხვანაირი სიხარული აქვს შინაგანი გამოვლენებაში მამაო ის არ ქვია თან როგორი რაღაცა იცი რომ რაც არ უნდა ის სულ ყველა რო ცუდები ვიყოთ აი ვინც კი ეკლესიაში ვარ დიდი აპატარიანად ხო მადლი მაინც არის აქ ეს არის მით მამა. აი მართლა აი სულ ყველა აი მაგალითად ვართ სიტყვა თქვენ როგორც გინდათ ისეთ ცუდები ვიყოთ ხო? მადლი მაინც აქ იქნება. ანუ ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით. თქვენ ამ ეკლესიაში რო არით იმ მადლს შორდებით თორე ჩვენ საერთოდ არაფერი არ ვართ იმასთან შედარებით რასაც თქვენ კარგავ და იმ დღეს მამა ის გამახსენდა რომ ცხეთაში ვიყავი და დილას აი შევედი და უყურებდი ვიდეოს გადაღებაც მინდა რაღაცა დედა ქეთევანი არაჩვეულებრივია და ის არ ვიცი დედების დედა მართლა და ჩვენი მშობელი აი ძალიან დიდ პატივს ამ ადამიანს თავის ძალიან ბევრ მონაზონთან ერთად დილას ლოცულობდნენ და ვფიქრობ რა ვიღაცა ამათ განეკითხას და ესენი მამაო წარმოგიდგენ არაფერს არ აშავ დილას 7 საათზე დგებიან და წარმოგიდგენ ჩვენს გამო ლოცულობენ აი ხა იქ ვიღაცას სხვას რო განეკითხავ ხო უნდა გახსოვდეს რომ ესეც იმ ღვთის წარმომადგენელია ესეც ის არის და შენ ხო უნდა იცოდე რამხელა რაღაცას ეხები ეს ადამიანები ახალგაზრდა გოგობიჭები მამაო ბერებად აღკვეცი აი იმას რას ერჩი შედალოცილო წვალოს დღედაღამი შენ რო აქ ისა რა ქვია მოგინდა ეკლესიის განკითხვა 24-ის რომ მოიარე რა ქვია საათი სხვაგან და 1 წუთი ეკლესიასთან რომ დადექი და განეკითხავ ის ამ დროს ის ყველაფერი მოიკლო და ლოცულობ შენს გამო და რაღაცა ტკივის გზნობს კიდე შენი დამატება უნდა ჯერ შედგა მამა თუ ვერ შედგა მით უმეტე შედალოცილო გადადგმული აქვს ნაბიჯი დაეხმარე რა ხო სიტყვა ეცით აი თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანში რომელსაც ეს ღვთის მადლი არ არის და შინაგანად აი არ არის სულიერი მატარებელი შინაგანად ვერ განსაზღვრა საკუთარ თავი როგორც სულიერმა და უყდამა ესეთი ასე თქვენ ამობთ ეხლა ეს სისადავე ეს სულიერ არეკლის სულიერება სიმშვიდე თავდაბლობა აღიზიანებთ აღიზიანებ და ერთ შემთხვევაში ამობერო ეს ფარისევლები არიან ესე არ არის ესე იქცევიან ეხლა იმიტომ რომ თვითონ ვერ შეიმეცნა ვერ გაიგო არასდროს არ შეხებია ამას შინაგანში არ შეხებია ამიტომ არ ჯერა ესეთი რაღაცა ხო მე მინახავს ადამიანი რომელიც ამობს რომ ვეკითხავე რატო ლანძღავი ხლა ნახე როგორ მშვიდად ლაპარაკობს ეხლა ეს გაუცებული უყურებ ხო სიმშვიდე აღიზიანებს ადამიანს ხო ამიტომ აი ეს ქაოსი ღრიანცელია განიასი რაც არის გარშემო ეს ამის გამოხატულება გამოვლენება იგივე შეიძლება ადამიანები დაждდნენ და ქართველები მოდიხარ ორ ხარ რაღაცას ისაუბრონ ხო არა ეს აღიზიანება და ამიტომაც არ უყვარს ეკლესიის სიმშვიდე არ უყვარს ეკლესიის აზრს ვერ იღებს და ვერ იზიარებს იმიტომ რომ ძალიან მკვეთრად ყოფიერია და მიწიერი გახდა და აღარ ჯერ ამ საიდუმლო მხარისა ნუ ყველაფერს ვიზუალური აღქმა უნდა და გემოთი გასენჯო უნდა ჩვილი ბავშვი და მაშინ დაიჯერებს ხოლმე თუ არ ჩაყოხელი მართლა ქრისტე ჭილობებში და ასე შემდეგ ნუ ეს მე მგონი სულიერი დეფიციტია და ამიტომ ხდება სულიერი დეფიციტი სულიერ განათლებიდან მოდის უამრავ დროს ხარჯავენ ადამიანები განუსაზღვროს დროს ხარჯავენ ადამიანები სულ 24 საათი რომელიც არ ყოფნის მოდივად და 1000 რაღაცაში ხარჯება დაწყებული ამით ტელეფონიდან ტელევიზორიდან გართობის საშუალებებში და აბსოლუტურად წიგნებთან კონტაქტი დაგა საერთოდ აღარ ეკლესიაში ღდელი დგას და ქანდაგებს იმასაც არ ისმენენ ხიან მოდიან გარეთგანან ერთმანეთს მოიკითხავენ რაღაც და მე მედიან აი ეს ცოცხალი სურვილი რომ ღვთის სიტყვა მოისმინონ ხო შიმშილს ჩამოაგდებო უფალი ამბობს
იმ შიმშილს კი არ უცა პური და ღვინო გეხნება სულიერ შიმშილს ჩავუაგდებოდა მაშინ ნახავთო როგორ განიცდიან ებრაელები როცა 400 წელს განმავლობაში წინასწარმეტყველი აღარ ყავდათ მე ქრისტე გამოჩნდა და ეგონა წინასწარმეტყველი იყო და უხაროდა დიდი წინასწარმეტყველი აღვიდგენა უფალმაო ებრაელები ამას ელოდებოდნენ იცოდნენ რომ რაბინები კი ყავდა და ღვთისმთავრები მაგრამ მათი ცოცხალი სიტყვა არ იყო ის არ იყო ცოცხალი სიტყვა აი ცოცხალი სიტყვას ელოდებოდნენ და აი მოვიდა იონა თოთისებანი მოვიდა მაცხოვარი და როგორი გახარებული იყო მაგრამ ვიღაცამ ხო გაღიზიანდნენ და არ მიიღეს როგორ მტრად მოიკიდეს იმიტომ რომ წუთის სოფელს დაუპირისპირდა მაცხოვარ დღეს იგივე ხდება წუთის სოფელი ვერ გუოს მაცხოვარს როგორ გაიმეტესო მაცხოვარიო მე ერთი მამა ამბობს მე ის მიკვისო სულიერ მწერარო ამდენ ხან როგორ მოითმინესო ქრისტეს გადაუგება სამწელნახევარი როგორ მოითმინესო მართლაც ესია დღეს უკვე 1000 საშუალებები აქვს რომ არც მოითმინონ აღარც მოითმინონ აი ეს აქვს მატერიალური საშუალებები აქვს, ტექნიკური საშუალებები აქვს, ადმინისტრაციული საშუალებები აქვს, იმისათვის რომ მას დაუპირისპირდნენ და მე მგონი ესეთი თული დრო მოდის ქრისტიანისათვის რომ ალბათ უფრო უნდა მძაფრ შემოტევებს ველოდებოდეთ, იმიტომ ხო და ამიტომ ეს დრო ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს, ჩვენ შვიდობი დავიწყეთ, ხო, ვიდრე ჩვენი დრო გვაქვს, აი ქვათა შეკრებისა მოვემზადოთ, გამტკიცდეთ სარწმუნოებაში, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება ესა. ქრისტიანს ეკლესია ამისთვის ამზადებს. რომ დადგება ჟამი ესეთი და იქნება და ეხლა გალაქტიონი გამახსენდა ეხლა ამ ქარიშხლები აუცილებლად ამოვარდება ეს ქარიშხალი და პროზაულად ვიტყვი ესე იგი სიმშვიდეა მაგრამ წვერვალზე ყოვლის ქარიშხალია ამბობს იმიტომ რომ იქ ვინც სრული სიმაღლეს მიაღწია იქ ყოველთვის ქარიშხალია ეხლა რატო პატრიასატო ებრძოდნენ და ებძვიან დღესაც იმიტომ რომ სულიერ სიმაღლეზე ასული იმიტომ იქ ქარიშხალია როცა იქ ახვალ მუდმივ შენ გადაკები როცა ჩვენ დავვლავოთ კალთაზე ჩამოფარებული იქ ნაკლებად გძნობ შემორყეებს შენაგანი ყევა იქნება თუ გარეგანი ყევა როგორც კი შენ დაიწყო სულიერ გზას რომ მზად უნდა იყო იმისათვის რომ ეს ყველაფერი იქნება და უნდა იყოს კიდევ და იმის კი არ უნდა იწუწუნო სუსტმა ადამიანმა პირიქით მადლობა უნდა უთხრა იმიტომ რომ განსაცდელების გარეშე ქრისტიანი ვერ აღწევს სულიერ განვითარებას პირიქით დუმდება და სუსტდება ამიტომ პერიოდულად ზოგადად გლობალურად იქნება თუ შენ თავში იქნება აუცილებლად მოვა ეს ჟამი განსაცდელებისა და მადლობ შენ უფალი ყველაფრისათვის ეს არის ყველაზე უდიდესი ლოცვა და ამიტომ აი ეს ლოცვები უნდა მოვიხმოთ ეხლა კიდევ დღეს აი ჟამი დგას ლოცვა დღეს ჟამი დგას მარხვისა და მე ჩემს საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე როდესაც ვეუბნები რომ როცა დამთავრდება ეს მარხვა და სიხარულით შეხვდებით თუ შენ გინდა სიხარულით განიცადო აი აღდგომის ბრწყინვალება მართლა უნდა ჯვარცმა გაიარო იმიტომ რომ ჯვარცმის გარეშე არ არსებობს აღდგომა ხო ჯერ ჯვარცმა უნდა გაიარო თუ შენ გინდა რამეს შედეგი მიაღწიო ამ მარხვა აი მოვიდა მარხვა 8 წელი ამისათვის და ერთი საფეხურით მაღლა აიწიო კიდე რაღაცა დაინახო საკუთარ თავში ეხლა მარტო ესე თეორიული ცოდნას ვერ აგროვებს ადამიანი მისტიკური შინაგანი ცოდნით გაგსწავლის უფალი დაანგაროსა დასიდა თუმცა შენ 8-ში ხარ შრომობ ლოცვით მარხვით და თუნდაც თავდაბლობი დავშე შეიძლება არა განსაკუთრებად ეხლა დიდი არ იყო თუნდაც მოთმინებით ხო მოარიდე თვალი რაღაც უკვე შენში ჩდება საოცარი სწავლება სულიერ სწავლება მისტიკური და ხარ კი ნასწავლი კი არ ხარ აი იმ სულიწმინდით ბრძენი რომელმაც იცი რომ რა დროს რა უნდა გააკეთო და ისე ადვილად გამოდის ხოლმე თავდაბლობაც გამოდის იმიტომ შინაგანში იყო ესა მიტევებაც გამოგდის საკუთარ სინავლით გამოგდის მე იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენში გაიზარდა და გახდა მამო თუ შეიძლება ამ კითხვას დაგისვით ყველაზე ძალიან რაც მაინტერესებს და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ეს რომ აი ადამიანებს როგორ ვართ ის აი ეკლესიაში მოსიარული ადამიანიც ძალიან რთულ დღეში არის და უეკლესიოთ ხო საერთოდ კატასტროფულ დღეში არის ხო ამ შემთხვევაში მამო აი რატო უნდა იყოს ღმერთთან ერთად ადამიანი იმიტომ რომ იმდენად რთული ცხოვრება მოვიდა და ისეთი ვერაგიბრძოლებია ჩვენს ირგვლივ რომ ჩვენც კი გვიჭირს ვინც ეკლესიაში სიტყვაზე ვაპირებთ სიტყვაზე სიაოსან დავდივართ ან ღმერთს არ გმობს ხო სიტყვაზე იმასაც კი უჭირს დღეს მამო არსებობა და უღმერთოთ იმას როგორ გაუჭირდება საერთოდ რომ აი ღმერთიც რო არ უნდა აი თუ შეიძლება მამო აი რატო არის საჭირო ჩვენი
ეკლესიაში სიარული და ჩვენი ღმერთთან ყოფობა. თუ შეიძლება ამ ყველას რო უთხრა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გონია რომ ზოგს გონია რომ ღმერთთან არის, მე ჩემი ღმერთი მყავს და რაღაცა ჩაიკეტებ ამ იმაში და ამ დროს შეიძლება ეშმაკთან იყოს და ვერ გძნობდეს, იმიტომ რომ სულ ამ განკითხვით, სულ ამ სხვაზე ქილიკით, სულ ამ სხვაზე განაწყენებით ამთავრებს ყველაფერს და როგორ ხარ ღმერთთან, აი როგორ შეიძლება მამო აი ამ ყველაფერს მოვერიოთ და ამ ყველაფერზე მაღლადავთ, გეთ? ზოგადად უნდა გავშევიმეცნოთ ეკლესიის ისტორია ზოგადად. მეტნაკლებად ახლა ზოგადად ან უნდა ვენდოთ ყველაფერზე ადამიანი რა საერო განათლებაც არ უნდა ქონდეს და დიდი მეცნიერიც არ უნდა იყოს. ამ მას არ არის მისთვის სასწავლო განათლება რაღაც განსაკუთრებულ დროს ვერ დაუთმობს. მას ის ყველა განისწავლება მხოლოდ ეკლესიაში. და ჩვენ უნდა გავიგოთ, არ არსებობს ადამიანის ყოფობა, ან ხარ უფალთან, ან არა ხარ უფალთან, ეს არ ყოფობა უფალთან ნიშნავს იმ საშინელებაში, რაც ეშმაკთან ყოფობა ნიშნავს. სხვა გზა, შუალედური გზა არ არსებობს. არის წარსაწმედელი და არის სასუფევი და მარადული ცხოვრების საკითხი. ადამიანი მაშინ ხდება, როცა შენ ღმერთს უკავშირდები. მანამდე ხარ ბიოლოგიური მასა, ბიოლოგიური არსება ხარ. ხო, ახლა ის პრაიდი ამბობენ სახელად დაუშვათ რაღაცა ესეთი, ხო, პოპულაცია, ეს ყველაფერი ცხოველურ სამყაროს ტერმინებია. ადამიანი არ შეიძლება პოპულაციებით, ადამიანი არის ცოცხალი ხატება და მსგავსება ღვთისა და ამიტომ ეს შენ ვერ იქნები ადამიანი, თუ შენ არ დაუკავშირი ღმერთს. ხა, როცა შენ მოდი ხდები თეისტი და ხო, ხარ თეისტი, ზოგადად ინერტულა და მაგრამ კარგი, მე ირჩევ ბილიქს, როგორ რა გზით მიდიხარ შეღმერთთან, რითი ხელმძღვანელობს, სად არის რა რუკას ირჩევ, ხო? აქ მე ახლა ქართველისთვის ის არის გაადვილებული, რომ ერთ შემთხვევაში ვითომ დავუშვათ 2000 წლიანი ისტორია გაქვს, მაგრამ მე მეგონა რომ ვიდრე ეკლესიაში მოვიდოდი, ცოტა გვიან მოვედი ასაკობრივად, მეგონა რომ ქრისტიანობა ვიცოდი და სხვაგან ვეძებდი ღმერთის რაღაც ჭეშმარიტ ბილიკებს და საერთოდ არ ვიცოდი ქრისტიანობაში თურმე. მოვედი მე ამას მე რომ დავინახე, სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი ესა და ამიტომ როგორც ადამიანი ისეთ ბუნებისა რომ ეჩვევა ხოლმე ხანდახან ყველაფერს. ეჩვევა კარგსაც, მოდი და რაღაც მიღებასაც ეჩვევა და რა ვიცი და ცუცად კარგს ეჩვევა. აი შეჩვის პროცესი რომ არ იყმეს და არ მოდუნდეს მუდმივად ეკლესიაში ყოფებით მხოლოდ არ შეიძლება სხვაგან იყო ან ხარ ღმერთთან არ ახარ ღმერთთან როგორ ვიყო ღმერთთან რომელიც მარადიული წიაღია რომელიც ჩემი სიცოცხლის გარანტია ჩემი მარადიული სიცოცხლის წყაროა კიდევ და ეკლესია სხვაგან არსად არ არის ეს ყველაფერი ტყუილი და ძალიან დაალაგებული დავარცხნილი დახვეწილი მზაკრობა ეხლა ყველაფერი დანარჩენი სხვა ყველაფერი ლამაზად შეფუთული ძალიან ლამაზად შეფუთული იმდენად საინტერესოც ამავე დროს იყენებენ ადამიანის ცნობიერების ნაწილს ისე ფორმით თავაზობენ ძალიან ისე მახსოვს ერთი პერიოდი გავიარე კიდე შტაინერის რაღაცები გავიარე და აი ეს რაღაც ესეთი სიტყვები, ფორმულირებები, რაღაცები ესეთი დიდი კოშკი აშენდა და გონია იცი რა ხო აბარა ის არის ახლა ღმერთი მე როგორ შეიმეცნო ღმერთი აი ვინც ამ წორელზეა ვაი შეიმეცეს ღმერთს და ჩვენ და როგორია ღმერთი უბრალოა ძალიან ღმერთი განკაცდა მოვიდა შენთან საიდუმლო ჩვენი პირობითია საიდუმლო რა არის საიდუმლო ის არის რომ ისაც მე შენ გეუბნები რომ მოხდა იმას თვალით ვერ ხედავ თორე ეს მოხდა რეალობაში არა ნათლობის შემთხვევაში მეორე დაბადება მიტევება წოდითა ეს ყველაფერი ხდება ეს არის საიდუმლო ლოცვა რომელიც პარალელურად გავდივართ მე დაბრუნებული თორე ის კარიშა მე დაგიმალე რაღაც ხო ხანდახან ხო ვეუბნები ხოლმე წავიკითხავ ეხლა მეთქი ეხლა საიდუმლო ლოცვას კითხავ მეთქი წყლის კურთხევისას მეთქი ვეუბნები აი მოისმენ დაწერია აქ საიდუმლო ლოცვაში ხო რომ დუმარეთ რო არ ვიდი ხანდახან არ ეგონოთ რაღაცას შამანით რაღაცას კითხულობ ხო მადლია ღვთის ხო მადლი რა არის ქრისტე ქრისტიან მადლი. ეხლა ჩვენსა და კათოლიკოს შორის განსხვავება სწორედ ამაშია, როცა ლაპარაკობთ, რომ მადლი ღმერთია თვითონ. ქრისტე მოიტანა ეს მადლი. ხო და ჩვენ ამაც უნდა ვეზიაროთ. აქ უნდა შევიდეთ, რომ ქრისტეს გაღმერთება ნიშნავს მადლის წიაღში შესვლას. ქრისტემ ეს მოიტანა და როგორ მოიტანა? რითი მოიტანა? მოიტანა სახშინელი ჯერ განკაცებით, ამხელა თავდამბლობით. მე როგორი ტკივილიანი ცხოვრებითა და შემდგომი ჯვარცმითა და სისხლით.
მამო თუ შეიძლება კიდე ერთი კითხვა მე დაგიქვსოთ რომ რას ვინანებთ რა ის ადამიანები ვინც სიტყვაზე ვერ ვამჩნევთ ვინც აი ცოტა ზედაპირულად უყურებთ ცივად განვიხილავთ ამ ყველაფერს ან პირადი ეგოიზმით განვიხილავთ ჩვენ სიცოცხლეში რა რაღაც თემებს თუნდაც ეკლესიასთან მიმართებაში თუნდაც სხვა ადამიანებთან მიმართებაში აი ცივად რო ვიქცევი და ჩვენი გონები და ჩვენი ეგოიზმით აი რა იქნება სანანებელი და თქვენ როგორ ფიქრობთ აი მომავალში ვიღაც ყველა ხო დადგება ის 20 წლის რვანი ან 40-ის ხო გახდება 80-ის აი ასაკში ხო მაინც დაუდგება ის დრო რომ ინანებს ხო რა გაუხდება ადამიანს სანანებელი ცხოვრებისეულად თუნდაც არა მარტო ეკლესიასთან მიმართებაში ну ეს რო სანანებელი რო ხდება ვინც ეკლესიას პატივს არცემთ ეგ 1000% მაგრამ კიდე რას ინანებს რა უნდა იცოდეს ჩვენ ამ წინა დიდ მარხვაში ვარ და მინდა კიდევ ერთხელ უფრო გავშალო სინანული ახსენე ძალიან ღრმა და ძალიან მთელი არსი ქრისტიანობისა ამაშია ხო ხა რა მოდი თქვა რა ვინანო ცოდვას ნანო მოდი თქვა რა არის ცოდვა ხა ეს შემთხვევაში ვიღა ამ პრიმიტიულებს ხოლმე ეს თანამედროვე გაგება ცოდვისა ახლა ზნეობრივს უკავშირებს ან ეთიკურს ამ დანაში დავნოშაულად ხო რაღაც ესეთ არა განუზომად ღრმა და დიდია ცოდვა რა არის ცოდვა ანიშნავს ღმერთის იგნორირებას ღმერთის უკუგდებას მის არ მოსმენას რათა ადამა გააკეთა და შედეგი რა მივიღეთ ხა შედეგი სიკვდილია ცოდვის უკან სიკვდილი დგას მოდი მაშინ ესე ვთქვათ აი ხა მარხვა და ცოდვა და ასე შემდეგ ხო რა არის მარხვა არის ზოგადად რო ვთქვათ ძალიან ფართო ცნებით მარხვა არის თავშეკავება მოდი ვთქვათ ხა თავშეკავება რისგან ყველაფრის გამიზგა რაც მე ხელს მიშლ უფალთა გაერთიანებაში რაც მე უფალთან მიყვანა ხელს მიშლის ყველაფერი ცოდვაა უკვე ანუ ცოდვის კატეგორიულად გაიზარდა ყველაფერი რაც კი მე ხელს მიშლის უფალთან მისვლაში ის უკვე ცოდვა კიდე სიკვდილია ანუ რა თქვენ ამობთ ახლა სიტყვა აი ელემენტარულად აი ცივი სიტყვა გულციობა და ახსენეთ შენ ახლა არ მოკითხვა ადამიანებისა როგორ კარგად იწყებთ თორსა იკითხავთ ადამიანებს როგორ სიხარულს აძლევს ეს ადამიანებს აი არაფერია ბევრი არ უნდა ადამიანს ცოტა უნდა ადამიანს სიხარულისა და ცოტა გულის ტკივილისათვის და მაშინ უნდა მივცეთ ეს სიხარული ადამიანებს უნდა ხარში დაუდგეთ რომ ისეთ მძიმე ცხოვრება არ დაუმძიმოთ მოვეფერო და მოვესიყვარულოთ ეს ხარში დგომა არის ჯურის აღსრულება მეტი არ ჭირდება რომ ურთიერთობა სიმძიმე ეტყვით და დაღასული რა მარტივია თითქოს არ განიკითხო და არც მე შენ გაგიკითხავ აი როგორ უბრალოა უფარი არაფერი რთული არ არის აქ არაფერი და ვიღაცას ხა თუ არ ვიცი მე სასწავლების ნახვა უნდა მამები ამბობენ რომ ბოლო ჯამის სასწაული არის შეიყვარო მტერი შენი მაშინ შეიყვარი მე ნახავ სასწაული როგორია ისეთ სასწაულებს გაჩვენებ მტრის სიყვარული რომ ეხა მე კიდე დღეს როგორ დავაწევთ პირველი ნაბიჯები თუ შეიძლება კიდე არ მინდა რომ იმას ქნა რა ბევრი კითხვაა და სადა დრო ცოტა ხო ესე აი კიდე დღეს რა მithქვით და მე სიყვარული არის ყველაფერი და ეს უნდა შედლოთ სიყვარულის უფალის ეშმაკის სიყვარულის საპერისტო დებს სიძულვილს ახლა ჩვენ სიძულვილს ხედავთ გარშემო მე ძალიან კარგად ხედავ ამას ახლა იმიტომ რომ როცა ერის წინააღმდეგ იარაღად მეორე შენ გაძლევს სიძულვილს და შენ სიძულვილს ამას იყენებ ტრაგედია შენ შეხდება ინგრები და ნადგურდები ჩვენ ნახეთ მრავალი ნახეთ ესა არ ვიცი გინდა პირველი მსოფლიო გინდა მეორე მსოფლიო ომი გინდა ჩვენთან აფხაზეთის ომი გინდა სამაჩაბლოს და გინდა უკრაინის დღევანდელი ომი არის სიძულვილის გამოვლინება სვის მედა ეს სიძულვილი შენვე განგრევს შენშივე თესავს კატასტროფას და შენ ახლა ადამიანი შენ ახლა ამ შენ გაბარიე სოფელი და შენ როგორ იცხარ ისე პასუხობ შემდგომში იქ სოფელი ამას ამიტომ უნდა შეიყვარო მტერი შენი ახლა მტრის სიყვარულსაც ხარისხებია ესე არ არის რა თქმა უნდა მაგრამ ამიტომ ვიღა პატრიარქის მახსოვს ხოლმე ვიღაცას გული უნდა ქონდესო დიდი ფართო ვიღაცას ისეთ პატარა გული აქვს რომ მათო თავის თავი ეტევა სხვა არ ეტევა იმ გულში ვიღაცა სოციალური უყვარს ვიღაცა სამშობლო უყვარს ვიღაცა სამყარო უყვარს და სამყაროსთვის ლოცულობს აი ამას დღესაც ამაზე დგას ეწოდი სოფელი და დღეს რო კიდე დგას აი ამის დამსახურება და აი ამაში დიდი წვლილი აქვს ჩემ ეკლესიასაც ქართულ ეკლესიას დიდი წვლილი კი არა ჩვენი ეკლესიის წვლილი მე ვთვლი რომ დღეს უდიდესი წვლილი არის ქართულ ეკლესიისა ჩვენი ატოკეფარული 60 ეკლესიისა ვინც დღეს რომ იცავს აი ამ ხო შეიძლება კიდე მამები იმასაც ამობენ დავუშვათ ჩვენ ხა იეღოველები არავდა 60-ად ვერ გადავაქცენთ ამ ქვეყანას მაგრამ ჯოჯოხეთს რა დავამსგავსოთ ამისთვის აუცილებელია ლოცვა და მარხვა და ჩემი ეკლესია მას აკეთებს პატრიარქმა ისეთი ლოცვა დაწერა 7 დღის ლოცვა რომ ეს სამყაროსებული ლოცვა დამიჯერეთ თერმა სამყარო ხა ის რა იყოს ერთხელ დღეში მაინც ერთხელ წაიკითხოს
დამთავრდება ყველანაირი ომი დამიჯერეთ ქვეყანაში. იმხელა ძალა ლოცვას. ის ღვთისმშობელი როგორ გვიცავს, რომ ამდენ რაღაცას გვარიდებს. დიდება დედა ღვთისმშობელს მის სწავლობა წყალობა და კალთანო მოუშოროთ ჩვენ ქვეყანას, მის ლოცვანო მოვაკლოთ ჩვენ ქვეყანას. ავიცი იმედით ვართ. აი ეს ღვთისმშობელი ახსენე და იმ წუთში გადამავიწყდა ყველაფერი ამ წუთიდების ამოვების საკითხი. აუცილებლად ჩვენ მივალთ იქ, სადაც დედა ღვთისმშობელი თავის წიაღში მიგვიყვანს. რამხელა ნუგეში როცა ამბობს ეკლესია რომ წმინდანებიო მოციქულებს მიყავთო და წარადგენო ღვთის წინაშეო და ცოდულებიო ღვთისმშობელს იყავსო და ავედრებს თავიძესო. აი ესე შევავედროთ ღვთისმშობელსო ჩვენ ცოდულები ღვთის წინაშე წავდგეთ და ღმერთმა მიგვიღოს ღვთისმშობლის მეოხებით. და ღვაწლით, იმიტომ რომ ხა ჩვენ თავისთავად რა შეგვიძლია არაფერი გარდა და მამაო თქვენ რო კითხეთ რა გაგვიკვირდება თქო რაღაცა თქო აი რო გარდავიცვლებით და იქ რო ნახავთ რომ თელი ცხოვრება უარყოფდით და თურმე ღმერთი არსებობს აი მანდ გაუკვირდება თქო ცოტა გვიან იქნება მამაო ხო ღმერთის სამწუხარო ჩვენდა რა კი და ის გამახსენეთ ახლა თქო იქ იმის გაუკვირდება რომ ეს კაცი როგორ მოხდა აქო და მე ისე ხო ის რატო არ არისო ისე ეს კაცი როგორ მოხდა აქო ხო აი როგორია რამხელა რაღაც ასაოცე რაღაცა ალბათ უფარს ყველა ხო და ჩვენ რა ვიცი აი ჩვენ რაღაცა ხშირად აი ის არ უნდა დავკარგოთ მამა ხშირად ვითვალისწინებთ რომ აი ჩემ შობელს ჩემ იმას რაღაც შენიშნო არ მისე მოდი კარგად მოვიქცე ნუ რაღაცა ადამიანები მაინც იყვნენ ესე რომ ითვალისწინებდნენ აქ გვერდზე ყოფებს და ღმერთს არ ითვალისწინებენ და ძალიან მიწურს ხოლმე ესეთი რაღაცების უნდათ განდევნოს უნდა ყოფიერებიდან განდევნა უნდა ღვთისა მე კიდევ ვიტყვი წმენა იმედის ასოება ეს არის ჩვენი გადარჩენა აუცილებლად ამ წუთისობის ყოფიერებაში ხო ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა ერთ წამია რაღაცას ვიტყვი, უბრალოდ აი მართლა ჩვენი ეკლესიის გარეშე და ღმერთის გარეშე იმხელა ტკივილები მოდის, იმდენი იმედგაცრუება ხალხისგან, ყველა მხრიდან წამოვა ეს აუცილებლად, რომ იცოდეთ, რომ ამას ღმერთის გარეშე ვერ გადაიტანთ. ხო ხვდებით, აი იცოდეთ, ეს ყოველთვის იქნება ხოლმე, ბევრი ღალატი იქნება, ბევრი უარყოფა იქნება, ბევრი დამცირება გექნება და ამ ყველაფერს უნდა გადატანო. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება, რითაც შეიძლება გადაიტანო, არის ეს ჩვენი ღმერთი არის. და ეს არის მართლმადიდებლობაში და იმ ეკლესიაში, რასაც დღეს ჩვენი, აი, არაჩვეულებრივი კათოლიკოს პატრიარქი მის დიდება მის სახელს ყოველთვის წარმოადგენს და რაც შექმნა, რომ წარმოგიდგენთ უცხოეთში, აი, მაპატიეთ ორი წამით ყველა ემიგრანტს ყავს მოძღვარი. იქ, აი, რამხელა მოახერხა 3 მილიონიანმა ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ ემიგრაციის ყველა კუთხეში არის მოძღვარი გაგზავნილი. აი ეს გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა, რომ ჩვენი ემიგრანტები სადღაც არიან და იქ ქართულად წირვა ლოცვას ისმენენ და ყველას ვიღაცა დამლაპარაკებელი ყავს, ხო? წარმოიდგინეთ, ბევრ სახელმწიფოს ელჩი არ ყავს ყველგან. წარმოიდგინეთ და ჩვენ იქ მოძღვრები ყავს ყველგან. აი ეს გააკეთა ჩვენმა ეკლესიამ რა და აი მარტო მაგიტომ არის დასაფასებელი ეს ხალხი რა და ეს ხალხი წვალობს და ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ რა. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ხართ მამა დავით ლონდარიძე, დიდი მადლობა, რომ ხართ. უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ესე გვახარებთ ხოლმე თქვენი სტუმრობით, თქვენ ოჯახს აუცილებლად თელი გულით მოვიკითხავ. ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, მამაო და მე გემშვიდობებით ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონ და იქ იდება ეს გადაცემები Facebook-ზე და მე გემშვიდობებით იქითა სამშაბათს აუცილებლად დაგიბრუნდებით და ეს კვირას გავა საღამოს ეს გადაცემა განმეორებით აუცილებლად. სამშაბათს საღამოს 8:30-ს ვარ თქვენთან. მე კი გახდით გიორგი დარასელია,